ისრაელის უზენაესმა სასამართლომ დაიწყო პეტიციების მოსმენა იმ კანონის გაუქმების შესახებ, რომელიც ხვდავს უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილებებს. 15 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია პირველად შეიკრიბა, რათა განეხილათ 8 მიმართვა იმ მუხლის შესახებ, რომელიც ივლისში ქნესეტმა მიიღო და რომელიც უზღუდავს სასამართლოს უფლებას გააუქმოს მთავრობის გადაწყვეტილებები. ეს პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის ფართო გეგმის პირველი ნაწილია უზენაესი სასამართლოს დასუსტებისა და მმართველი კოალიციისთვის მეტი ძალაუფლების მინიჭების მიზნით. ისრაელში მთავრობის მომხრე დემონსტრანტები უზენაესი სასამართლოს წინ შეიკრიბნენ. ისრაელის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ სამართლებრივი ცვლილებები დააბალანსებს უფლებამოსილებებს პოლიტიკოსებსა და სასამართლო სისტემას შორის. ათასობით ისრაელელი რეგულარულად აპროტესტებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებსაც ბენიამინ ნეთანიაჰუს ინიციატივით იღებენ. თუმცა ისრაელის პრემიერი ოპოზიციის ბრალდებებს უარყოფს. პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ ამ გადაწყვეტილებებს ნეთანიაჰუ მის წინააღმდეგ შესაძლო განაჩენის გამოტანის გამო იღებს.